მოგესალმებით ძირფასო კოლეგა მონადირეებო, იარაღის მოყვარულებო, ვისაც გიყვართ იარაღი, ვისაც გამოწერილი გაქვთ, ვინც უბრალოდ შემთხვევით შემოიხედა. დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი ძველი ისტორიის მატარებელი, ძველი ეპოქის წარმომადგენელი განხილვაში, ეს არის Simpson 72 მოდელი, ის წარმოდგენილია 16 კალიბრში. ის არის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, იდეალურ მდგომარეობაში. ტოპი გამოშვებულია 1951 წლის აპრილში, მასე არის დათარიღებული, ჩვენ მე ამას მარკირებებში ვნახავთ, მაგრამ მანამ სანამ შუა ტოპის განხილვას დავიწყებდით და უფრო დეტალურ განხილვას დავიწყებდით, ასე ვთქვათ, ბრენდის ისტორიაზე გითხრათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღები მინდა გითხრათ იმ 100 წლიანი, საუკუნოვანი, ასე ვთქვათ, საქმიანობის მანძილზე. დაახლოებით 1 საუკუნეა წარმოებდა Simpson-ი თავისი ბრენდით, თავისი მარკით სანადირო ტოპებს და არა მარტო სანადირო ტოპებს რა. პირველი ეს იყო თარიღი და მნიშვნელოვანი თარიღი, როცა შეიქმნა უშუალოდ კომპანია, ეს იყო 1856 წელი. ეს იყო ლიოვის და მოზესის მიერ დაარსებული კომპანია, ფაბრიკა, უფრო სწორედ კომპანია არ იყო და რამაც ჩაუყარა შემდგომში უკვე აი ამ კომპანიას გაფართოება და შემდგომი დიდება. Simpson-მა უშუალოდ, ასე ვთქვათ, ტოპების წარმოება, ორნულიანი, გლუვლიანი ტოპების, არა მარტო ტოპების, არამედ იყო დრილინგები, იყო კომბინირებულები, იყო შტუცერები. დაიწყო განსაკუთრებით 1890 წლიდან. რატომ დაიწყო ამ წლიდან? იმიტომ რომ ეს ის პერიოდი არის, როდესაც უკვე ასე ვთქვათ, საფრანგეთ-რუსეთის ომი დასრულებულია და სამხედრო იარაღზე მოთხოვნა იკლო და გაიზარდა, ასე ვთქვათ, გლუვლიან ტოპებზე მოთხოვნა. ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, თარიღი, როცა Simpson-მა, ასე ვთქვათ, დაიწყო ორნულიანი ტოპების წარმოება. ეს ის პერიოდი არის, როდესაც უკვე და ეს გრძელდება 1927 წლებში უკვე Simpson-ის, ასე ვთქვათ, ბრუნვა ძალიან იზრდება. ეს ის პერიოდი არის, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დასრულდა და გერმანიას არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, უფლება ეწარმოებინა სამხედრო იარაღი, თუმცა გამონაკლისი მისცეს Simpson-ს ეწარმოებინა იარაღის წარმოების გაგრძელების უფლება იყო იქ განსაკუთრებით ამაზე იყო ხაზი გასმული და ეს უფლება დაუტოვეს Simpson-ს და Simpson-ი ჩვეულებრივად აგრძელებდა, მისი ბრუნვა ძალიან გაიზარდა, ამან გამოიწვია შური კონკურენტებს შორის და იყო დასმენა გესტაპოში. გესტაპოსთან ინახება არქივებში ეს საჩივრები, დასმენები და ამ ყველაფერმაც არ დააყოვნა და 1935 წელს უკვე მის მფლობელს არტურ Simpson-ს, ასე ვთქვათ, გესტაპოსთან დასწრებით მოუწია აქტზე ხელის მოწერა, რომლითაც Simpson-ი გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. ეს იყო 1935 წელი. სახელმწიფო საკუთრებაში ის დიდხანს არ იყო, 36 წელს ის ისევ კერძო საკუთრებაში გადავიდა, თუმცა 35 წელს, ის არასრული 1 წლის განმავლობაში ის გამოდიოდა, ასე ვთქვათ, სახელწოდებით BSW, Berlin-Zollwaffen-ი, ასე იყო, თუ ეს წარწერას წააწყდებით, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ის სახელმწიფო საკუთრებაში იყო. მერე ისევ გადადის კერძო საკუთრებაში და ჩვეულებრივად აგრძელებს წარმოებას მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. 1955 წელს უკვე საბჭოელების ხელში გადავიდა ეს წარმოება მთლიანობაში და მან ისევ შეიცვალა სახელწოდება Simpson & Company და თორცდები ACG ავტოველაზულ, ასე
ეწოდებოდა იმ იარაღებს, აქ ეს წარწერა არის სწორედ Simpson and Company CAG out of Veluzuli. ეს იყო მეორე თუ მესამე მნიშვნელოვანი თარიღი, საბჭოელების ხელში გადავიდა და ეს ასე ფუნქციონირებდა 1968 წლამდე. ასე უშვებდა ამ ბრენდით უშვებდა ის იარაღებს და 1869 წელს კიდევ იყო ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ცვლილება და უკვე იქ და ეს 79 წლიდან 93 წლამდე 1993 წლამდე მას შემდეგ რაც მოხდა გერმანიის გაერთიანება აღმოსავლეთის და დასავლეთის და იქმნება უკვე გაერთიანება GmbH მანამდე ამ პერიოდში 24 წლის განმავლობაში Simpson-ის საკმაოდ სიმბოლურად იყო წარმოდგენილი იარაღების წარმოებაში, გამოდიოდა კი რა თქმა უნდა იარაღები, თოფები, თუმცა მას ასე თქვა Simpson კომპანიისთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, უბრალოდ წარწერა შეუნარჩუნეს და აი მაგ პერიოდის თოფებს მხოლოდ აწერია Simpson-ი. და 93 წელს უკვე საერთოდ ამოვიდა ასე თქვა სავაჭრო ბრუნვიდან ბრენდი. 93 წელს ის მოხდა სხვა გაერთიანებაში BMGH, რომელიც უკვე ვახსენე. ასევე იყო რამდენიმე კიდევ მნიშვნელოვანი თარიღები, ეს როდესაც საბჭოელებმა 1956 წელს რეპარაციის სახით დაახლოებით 13500 იარაღი მიიღეს, აქ იყო Simpson-იც, Sauerიც, Merkel-იც, სხვა ტიპის იარაღებიც. ზოგადად საბჭოელებმა რეპარაციის სახით ბევრი რამ წაიღეს გერმანიიდან, ჩარხები, დანადგარები და ასე შემდეგ. და მე ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი ეს იყო 55 წელი თუ არ ვცდები, 1955 წელი, მაშინ როდესაც საბჭოელებმა გერმანიაში შეიტანეს 50 მარკის ფოლადი, ეს იყო იჟის ფოლადი და აღნიშნული მარკით წარმოებული იარაღებს, თოფებს თუ სხვა ტიპის დრილინგებს დატანილი ჰქონდათ 4 რგოლი. ჩვენთვის ცნობილი არის, რომ კრუპის ფოლადი, ეს ფოლადი სპეციალ გიβერლაუსტალი, რომელითაც ხდებოდა მაშინდელი გერმანიის იარაღი ქარხნების მომარაგება, დატანილი იყო 3 რგოლი, ყველაზე ასე ვთქვათ განმასხვავებელი ნიშანი იყო 3 რგოლი, რომელიც აღნიშნავდა კრუპის ფოლადს, მაგრამ საბჭოელებმა ასე ვთქვათ, რომ განმასხვავებელი ნიშანი ყოფილიყო და მთლიანად გერმანიაში წარმოებულ, იჟის ფოლადი წარმოებულ ლულებს დაედო დამღა 4 რგოლი. ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, თუმცა ეს ყველაფერი გრძელდება 68 წლამდე და 68 წლის შემდეგ, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირმა ასეთ გერმანიიდან რეპარაციის სახით იარაღების შემოტანა საერთოდ შეწყვიტა. ასეთი არის ძალიან მოკლე დახასიათება, ისტორიული მიმოხილვა, ექსკურსი ამ იარაღის. რაც შეეხება თვითონ იარაღს, კონდახის მხარე და ეს ამორტიზატორი თავისი, ასე ვთქვათ, ბოხილიტის ამორტიზატორი, რაც Simpson-ისთვის, Sauerისთვის, Merkel-ისთვის და ყველასთვის დამახასიათებელია, ეს არის ერთგვარი სავაჭრო მარკა ნიშანი, სული, პირამიდაში ჩასმული ეს ნიშანი. ხე გვაქვს აქ დაახლოებით პირველი ხარისხი, მაინც ეს იარაღების სერიულები არ გამოირჩეოდნენ დიდი მაღალი გრადაციის კაკლებით, ბავარიული სალოყე, იარაღს ეტყობა ხმარების კვალი, აქაც პლასტიკის საყელო, შეიძლება ასე ვთქვათ. ეგრეთ წოდებული კნოპკა არის ავტომატური, გადაწევის შემთხვევაში გრინერი მას უკან გადმოწევს. აი ნახეთ, როგორც არის. და აქვს ასევე ინდიკატორები, რომელიც ანიშნებს იმას, რომ შეყენებულია თუ განპირთულია იარაღი, კერძოდ
ამას ჩვენ ნახავთ, როცა გადავტენით თუ როგორ მუშაობს ეს ინდიკატორები. გვაქვს პერდეს ორმაგი ჩარჩო, ახეთ და ზედა გრინერი, ანუ ჩაკეტვის სამმაგი ჩამკეტის სისტემა. გვაქვს აქ რაღაც წარწერები, თუ გამოჩნდა, მე მგონი უნდა გამოჩნდეს. სამკუთხედი და ეს ნიშანი, სიმსონი, სული, გვირგვინი და უ ნიშანი, ანუ ეს არის ტესტირების შემდგომ, ანუ აწყობილი იარაღის გატესტო როცა ხდება. აქ არის გეკო წარწერა კიდევ, გეკო ეს სხვა ისტორია არის, სხვა კომპანია იყო და თოფის ნიშანი. ორი სასხლეტი. და გვაქვს კიდევ იხვის, ასე თქვათ, არაი გრავირება. თუ შეიძლება ამას გრავირება უწოდოთ, იხვი არის რაღაც ფორმით გამოტიფრული. მოდი მოვხსნათ ცივიო, ამ თოფს აქვს ერთი პატარა, ასე ვთქვათ, მომენტი და რომელზეც გავამახვილებელი თქვენს ყურადღებას, როგორც ვისაუბრეთ, Simpson & Company, აიყურეთ, აქ არის დაწერილი Simpson & Company CAG Autovelo Zone. ეს გამოდიოდა ეს ტოპები 45 წლიდან, უბრალოდ 46 წლიდან 68 წლამდე. აი ამ მარკირებით და სპეციალ Geverlaufstahl. ეს ალბათ არ გამოჩნდება, მაგრამ უნდა ითქვას ამის თაობაზე. აქ აქვს თავისი მარკირებები, ნიტრო შემოწმება, N და ნიტროთიარისის დატანილი, ზოგადად რამდენჯერმე მოწმდება ხოლმე, ანუ ჯერ ლულად ცალკე მოწმდება, აწყობილ მდგომარეობაში ცალკე მოწმდება და ეს დამღები, ასე ვთქვათ, მარკირებები ყველაფრის დატანა ხდება აქ. აქ არის მეოთხე თვე 51 წელი. იმის მანიშნებელი არის, რომ ტოპი გამოშვებული არის 51 წელს. მეოთხე თვეში, აპრილის თვეში, 1670 და ნიშნები W და გვირგვინი, ან გვირგვინი და W ორივე ბალიშზე არის ეს დატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლულები არის ჩაკული შევიწროები. ჩაკული შევიწროება არნიშნავს მაინც 1-დან 0 შევიწროებაზე შეიძლება იყოს 0.5-0.75 და ასე თქვათ სხვადასხვა კომბინაციის ლულები. აქვე არის კიდევ ერთი ესეთი დამღა დატანილი, ესი და გვირგვინის ნიშანი, ეს თვალითაც არ ჩანს მაინც და მაინც საღად, ამიტომ კამერაში არ გამოჩნდება, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ლულები არის ცილინდრული გაბურღულობის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლულა ცილინდრები არის. ანუ ლულები არის ცილინდრული გაბურღულობის, მაგრამ ჩაკული შევიწროებით. ამის მანიშნებელი არის ეს. ოქსიდირება გვაქვს, იმდროინდელი ოქსიდირება, ხელი არავის უხლია ამაზე. საკმაოდ კარგად არის ეს შენარჩუნებული, შენახული. გვაქვს ესეთი ლატუნის სამიზნე წერტილი. ლულები შიგნით არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. ეს ტოპი არის დაახლოებით 80% შენარჩუნებულობით, როგორც ვიზუალური მხარე, ისე ტექნიკური მხარე, შიდა მხარე ლულის, ასე რომ კარგად არის შენახული. ყველაფერი აბსოლუტურად კარგ მდგომარეობაში არის, იდეალურ მდგომარეობაშია, შეიძლება ასე ითქვას. ლულების დაერთება გვაქვს ტრიბლოკი, ანუ ორი ლულა ცალ-ცალკე და აი ეს ძუძუკები ცალკე, რომელიც ჯდება პერდეს ორმაგ ჩარჩოში. ხო, ინჟექტორი არა გვაქვს ექსტრაქტორი, ექსტრაქტორს ვერ გამოვწევ, რა ვაწყობ, ალბათ მაშინ წამოვა და რა ვიცი, ხო, არ ვიცი კიდევ ამ ლულის ბურღები რამდენი აქვს და ლულის შევიწროება რამდენი აქვს. არ მაქვს შესაბამისი მოწყობილობა, ეს შესაბამისი მოწყობილობით უნდა შემოწმდეს. ავაწყოთ და გავიგოთ ის მაგიური ხმა. ასეთი არის ის აწყობილ მდგომარეობაში. ტოპი იწონის 2 კილო და 900 გრამს. ვფიქრობ, რომ საკმარისი ნორმალური წონა არის, 16 კალიბრისთვის.
მსუბუქია, დაბალანსებული არის საკმაოდ კარგად, ასე ვთქვათ, ოდნავ ბოლტზე შეიძლება ითქვას, რომ დაბალანსებული არის. ეს არის, რაზეც ვისაუბრეთ, ეს ორი წერტილი შეყენების ინდიკატორები. განახებთ, რას ნიშნავს შეყენების ინდიკატორი. და ეს მაგიური ხმა, რომელიც ყველა მონადირეში იწევს რაღაც ემოციებს. ზედაპირის, ასე ვთქვათ, დეტალის ზედაპირის იდეალური მორგება, ეს ზოგადად ახასიათებდა მაშინელ გერმანულ თოფებს, დღესაც მასე არის სხვადასხვა. აი ამ ხმაზე არის საუბარი და ეს ინდიკატორები. როგორ მუშაობს ეს ინდიკატორები? ეს იმის მანიშნებელია, რომ უკვე ასე ვთქვათ, სავაზნე, ასე ვთქვათ, იარაღი გასროლილია და აქ ეს შეყენებული არ არის. იგივე სიტუაცია ხდება მეორე როლის შემთხვევაშიც. საკმაოდ ხისტი, ასე ვთქვათ, გამოკლა აქვს იმას, რა ქვია, სასხლეტებს. ასეთი იყო ის პერიოდი, ის ეპოქა, ეს თოფები, ეს მოდელები, სიმსონები, ზაუერები, მერკელები, ეს მონადირეებში ძალიან ასე ვთქვათ, პოზიტიურ ემოციებს აღიქვამდა, ყველას უნდოდა და ცდილობდა მის, ასე ვთქვათ, სანადირო არსენალში ქონოდა მსგავსი ტიპის იარაღები, თუმცა დრო იცვლება, ხანი იცვლება, შემოდის ახლები, სხვადასხვა. როგორც არის, ეს იარაღი არ არის საქართველოში, ასე ვთქვათ, ნაქონი იარაღი, ეს იარაღი არის ჩამოტანილი მეორადი. აქ, ასე ვთქვათ, ნანადირები და ნატარები იარაღი არ არის. მე ვფიქრობ, სწორედ მაგიტომ შეინარჩუნა მან თავისი პირვანდელი ფორმა და არის აბსოლუტურად, კიდევ ერთხელ განმეორდები, იდეალურ მდგომარეობაში. მაგას სულ ეს იყო ამ მომენტისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. დაწერეთ კომენტარები, მოიწონეთ გვერდი და გისურვებთ კიდევ ახალ მომავალ უკეთეს სანადირო სეზონს.